დღეს პროტესტის, უწყვეტი პროტესტის 160 დღეა, ანუ წარმოიდგინეთ 160 დღე რამდენი თვე გავიდა, რაც ადამიანები რუსთაველზე იკრიბებიან ყოველდღიურად და აპროტესტებენ ამ რუსულ რეჟიმს, რომელიც გვმართავს და რომელიც აუცილებლად უნდა მოვიშოროთ. ანუ წარმოიდგინეთ თავდაპირველად, როდესაც ეს პროტესტი აი ამ ფაზაში გადავიდა, ყოველდღე ქონდა გადაიკეტება თუ არა, პარლამენტი გავიდეთ აუცილებლად, მივწეროთ ხალხს რომ გამოვიდეს და ასე შემდეგ. ახლა უკვე ამაზე აღარავინ არ ფიქრობს, იმიტომ რომ ყველა მიცის რომ პარლამენტთან უნდა გავიდნენ და გადაკეტონ ეგ რუსთაველი. ისეთ ქმედებად იქცა, რომელიც აუცილებელია უნდა განხორციელდეს და ეს არის ზუსტად ეს უწყვეტობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ადამიანები რაღაც გონებაში ჩაიდობენ, რომ ეს უნდა გააკეთონ, რაღაც ჯიუტად ყოველდღურად ამას აკეთებენ და ძალიან მნიშვნელოვანი აქტია, რაც ხორციელდება და ყოველთვის მეც მქონდა ხოლმე რაღაც კითხვის ნიშნები, ანუ რა აზრი აქვს ამ რუსთაველის გადაკეტვას ყოველდღიურად, არა ხო არ ჯობს რომ რაღაც სახში წავიდეთ და რაღაც დიდი აქცია დავგეგმოთ მე ერთი თვის მერე ან 20 დღის მერე და ბევრი გამოვიდეთ, მაგრამ შედეგი აჩვენა რეალურად ამან, რომ ის ჩვენი უცხოელი პარტნიორები თუნდაც ამერიკაში, ევროპაში ვინც არიან, აი ეხა მეგობარი აქტის დამტკიცების ნაბიჯებიც ეხა რაც არის, ხო? ზუსტად იმას ნიშნავს, რომ აი ისინიც ამბობენ, რომ ადამიანები უწყვეტად იკრიბებიან, რა უწყვეტად აპროტესტებენ, ხო 160 დღეა გრძელდება, ანუ ეს გზავნილია ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ რა ვიცი, ქეც ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც გამოდის და აი ესე ჯიუტად აპროტესტებს და სახლში წასვლამდე, სამსახურიდან სახლში წასვლამდე რაღაც რამდენიმე საათი ყოველდღე გამოდის და დგას იქ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს ჩვენ წინააღმდეგ და ამბობენ იმას, რომ აი ესენი უსაქმურები არიან, რაღაც ფულს უხდიან და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი ამის მიუხედავად ამ ადამიანებმა იციან ისთვის იბრძვიან და ეს არის დასავლური ღირებულებები, ეს არის ქართული ღირებულებები ამასთანავე, ხო, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია ევროპა და საქართველო. და ზუსტად დღეს არის 9 მაისი 160 დღე პროტესტის და ჩვენ ისევ ვიკრიბებით, ისევ ვიქნებით ბევრნი, წავალთ ევროპის მოედანზე და კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ ვართ ძლიერები, უდრეკები და ჩვენი დამარცხება არ შეუძლია ამ თვითმარქვია რეჟიმს, რომელიც ცდილობს სხვადასხვა გზით რაღაცა გაგვაჩუმოს და გაგვაჩეროს, რაც შეუძლებელია. შესაბამისად, ასევე მინდა ვისაუბრო იდეოლოგიაზე. ამას წინათ ბევრს კითხულობდი თვითონ მეთოდებზე, პროპაგანდის მეთოდებზე და რატომღაც ძალიან ბევრი საერთო ნახე ქართულ პროპაგანდასა და კგბ-ს მეთოდებს შორის, ვინაიდან ორივე არის მიმართული მეორე მხარის დემონიზებისკენ. მაგალითად, ახლა ჩვენზე ხო ამბობენ ხშირად, რომ აი ვიღაც უცხოები ვართ, ვიღაც აი როგორ გითხრათ, ქართველობა დაკარგული ხალხი ვართ და ასე შემდეგ, ხო? კიდე ბევრ რაღაცას ამბობენ. ასევე ჩვენს წინაპრებზე იმ ადამიანებზე, ვინც იბრძოდნენ საქართველოს ერთიანობისთვის, ძლიერებისთვის, თავისუფლებისთვის, ზუსტად იგივე მეთოდებს იყენებდა კგბ ამ ადამიანების მიმართაც, ანუ ამბობდნენ, რომ აი უცხოური რაღაც აგენტები არიან და ასე შემდეგ, ხო? ასევე რავი, ბევრს აკეთებენ, როგორ გითხრათ, პატრიოტიზმზე აპელირებენ თითქოს და გვესაუბრებიან, რომ აი ისინი არიან რაღაც პატრიოტები და ჩვენ უცხოურ ძალას ვეკუთვნით და ასე შემდეგ. აი ზუსტად ერთ-ერთი არის ის მეთოდები, რა მეთოდებსაც იყენებს კგბ პროპაგანდისტვის. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ დავამტკიცოთ, დაუხსნათ იმ ადამიანებს, ვისაც გონება აქვს დახშული, რომ ჩვენც ისეთივე ადამიანები ვართ, როგორც ისინი არიან რა. ახლა იმდენად შექმნა რეჟიმმა, პროპაგანდამ ეს განსხვავება თითქოს ჩვენ შორის, რომ იმად გონიათ, რომ ჩვენ, რა ვიცი, ადამიანები კი არა ვართ, ალბათ ისეთი ვიღაც არსებები ვართ, რომლებიც უნდა რა ვიცი, გადარეკონ აქედან ან ასე შემდეგ. ანუ ხო გესმით, ანუ შექმნეს ისეთი დამოკიდებულება ჩვენზე, რომ ადამიანებად არ ვიწოდებით, ანუ გესმით, ან რა დონეზე შექმნა პროპაგანდა. ბევრნაირად მოკლედ პროპაგანდა, ანუ კგბ-ს მეთოდები არის ესეთი, რომ პატრიოტიზმზე, მაგალითად, რა ვიცი, აი როგორცა ჩვენზე ამბობენ, ანუ ემოციებზე მოქმედებს პროპაგანდა, პატრიოტიზმზე მოქმედებს, აი შიშზე, სიძულულზე, ანუ იმ ემოციებზე აჭერს, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის. აი მაგალითად, აბა ომი გინდათ, რა იყო, ისი ნიშანი იყო იმისი, რომ აი ჩვენ ამდენ ომ გამოვლილი ხალხისთვის კიდევ ერთხელ დაეჭირათ ჩვენთვის რაღაცა ზურგზე დაედგათ ფეხი და ეთქვათ, რომ აი კიდევ ვიღაცა ომს აპირებს საქართველოში და აი არ უნდა შემოხაზოთ სხვა და მხოლოდ ქართული ოცნება უნდა შემოხაზოთ, თუ არ გინდათ რომ ომი იყო. სიმართლე კი არ გითხრათ, არამედ თქვენს ემოციებზე ჩააჭირა ქართულ მოუცნებამ კგბ-ს მეთოდებით. ასევე რომ ლაპარაკობენ, ანუ იმ ადამიანებზე, ვინც ოპოზიციურად არის დღეს განწყობილი, ჩვეულებრივ ადამიანებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე, რა ვიცი, ნებისმიერ ადამიანზე, ხო? თქვენ შეგიქნეს წარმოდგენა ქოცებო, რომ ჩვენ ვართ, რა ჩვენ შეიძლება ადამიანებადაც არ ვიწოდებოდეთ. აი ეგეთი შეგიქნეს და თითქოს აი ქვეყნა უნდა გაგვყარონ ან რაღაცა სახში უნდა ჩავკეტონ დაახლოებით, აი ესეთ ილუზიაში გამყოფებენ, რომ ვიღაც უცხოები ვართ ჩვენ, ვისაც ქართულობის დაკარგვა უნდათ. არა და პირიქით, ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ეხლა
თქვენს გასაკეთებელსაც ვაკეთებთ და ვცდილობთ რომ საერთო ქართული საქმე გავაკეთოთ. ანუ ჩვენ წინაპრებსაც იმ ადამიანებს ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა, მწერლებს, რავი, ტიციან ტაბიძიდან დაწყებული, რაღაც სხვა დანარჩენი დამთავრებული, ხო, აი ჯავახიშვილზე რო არ ვთქვათ არაფერი, ყველა ამ ადამიანს უწოდებდნენ რაღაც ერის მტრეებს, უცხოური გავლენის აგენტებს. ანუ ხო ხვდებით, ანუ დღესაც იგივე ბრძოლა მიდის. ანუ არაფერი განსხვავებული მეთოდი არ არის. უბრალოდ თქვენ ესეც შეჭამეთ რა. ანუ პროპაგანდა მუშაობს მაშინ თუ შენ აძლევ იმის უფლებას რომ მოგატყუონ. აი ეგ არის ყველაზე მთავარი პროპაგანდის მუშაობაში და თქვენ ეს გააკეთეთ რომ აი გადაყლაპეთ რა რაღაც პროპაგანდა გადმოგიგდეს და თქვენს რაღაც მოიტყუეთ თავი. რეალურად რავი არაფერს არ განსხვავდები ჩვენ ერთმანეთს ორივე ადამიანები ვართ რავი თქვენ შეიძლება რაღაც დოზით აი საქართველოს გიყვარდე და ასე შემდეგ და მაგრამ ამ პროპაგანდამ მინდა დაგიხშოთ ეს ტვინი რომ აი გონიათ რომ ქართული ოცნება არის რაღაც საქართველოს გადარჩენის ხსნის გზა მაგრამ ეგ ხო რეალურად ეგრე არ არის ანუ 5 წლის წინ იძახდით რომ აი ევროპა გვინდა და ევროპა არის ჩვენი რაღაცა კარი და გზა და ასე შემდეგ დღეს პროპაგანდამ ისე შეგიცვალათ ტვინი რომ ევროპა გეზიზღებათ აი 5 წლის წინ თვითონ თქვენი ხელმძღვანელები ხოცების რაღაც მაღალჩინოსები ლაპარაკობდნენ რომ აი ჩვენი გზა არის ევროპისკენ და ამას უძღვნის კონცერტებს შეხვედრებს და მთელი ამბები მიმართებოდა და დღეს პირიქით შეცვალეს ეს ყველაფერი და თქვენც ესეც დაღეჭეთ და შეჭამეთ ხო ანუ იმას ვამბობ რომ თავი არავის არ უნდა მოატყუებინო და მე ხო არ გეუბნებით რომ გინდა თუ არა მოდი ჩემ ხარეს გადმოდი და ერთად ვიბრძოლოთ და გვერდში დავიდე კი არ მჭირდება შენი გვერდში დადგომა ამ შემთხვევაში ერთადერთი მე შენგან რაც მჭირდება არის ის რომ უბრალოდ თავი არ მოატყუებინო არ გაასულელებინო ვიღაცას რა და თვალში ჩახედე სიმართლის ელემენტარული კითხვა უნდა გაგიჩნდეს რაღაცაზე რა ანუ ნამდვილად ეს ხდება თუ არა ნამდვილად სიმართლის მეუნებიან თუ არა ეს კითხვა თუ არ გაგიჩნდება მაშინ რითი განსხვავდებით ჩვეულებრივი ცხოველისგან რითი ვართ ადამიანები განსხვავებული ცხოველებისგან. ზუსტად იმით რომ კითხვის დასმა შეგვიძლია და ცოტა რაღაც გააზრება შეგვიძლია რაღაცის. დიტო სამხარაძეს როგორ უნდა უსმენდე რა? ხო, ტრთავ ტელევიზორს და რაღაცა დიტო სამხარაძე შენთვის მაგალითი როგორ უნდა იყოს გეხვეწები. ან ადამიანი არის, რავი, ადამიანია? დიტო სამხარაძეს მე ადამიანად ვერ ჩავთვლი. ან შალვა რამიშვილი და ლალი მოროშკინა როგორ შეიძლება შენთვის იყოს სახე ხატი რაღაცის და მაგან როგორ უნდა გითხრას რაღაცა და შენ როგორ უნდა დაიჯერო კიდე მაგათი ნათქვამი, ხო? აი, ხო სიგიჟეა რა. ამიტომ გეუბნები რომ იქნებ ზოგჯერ რაღაცა ასე დაფიქრდე და გადაიაზრო ან გაანალიზო ან უბრალოდ კითხვა დასვა რა ანუ სწორს მეუნება თუ არა მაგალითად დიტო სამხარაძე ეს კითხვა დავსვი ხოლმე საკუთარ თავს და იქნებ რაღაცა გაგეხსნა სადღაც ტვინ რაც შეეხება ჩვენ მხარეს ბევრი პრობლემაა ჩვენ მხარეს თუნდაც კოორდინაციის და ასე შემდეგ მაგრამ ერთი რამე არის ფაქტი რა ანუ ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ ჩვენი გზა არის გამარჯვებისკენ მიმართული გზა ანუ არასდროს არ დაუნებდებით ანუ შანსი არ არის რომ ქართულ ოცნებას ჩვენ რამე დაუთმოთ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ვიცით რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ვიცით რომ ეს არის გამარჯვების გადარჩენის გზა, საქართველოს გადარჩენის გზა. არ ვიცი რამდენი ხანი დაჭირდება ამას, ერთი თუ ერთი კვირა თუ ერთი წელი, მაგრამ დარწმუნებული იყავით რომ რამდენი ხანით საჭირო იქნება, იმდენი ხანი ვიბრძოლებთ და ბოლოს მაინც გავიმარჯვებთ. ხო, როგორ მუშაობს პროპაგანდა? აი ამას წინათ უყურებდი ტელევიზორზე და რავი, გული გამეყინა რასაც ქვია რა. ადამიანს ეკითხებიან რომ როგორი მდგომარეობა, როგორი სოციალური პირობებია, ის პასუხობს რა, რა ვიცი, ხელფასებმა მოიმატა, სამსახურები გაჩნდა, რაღაცა ყველაფერი კარგად არის, ზენიტშია ეკონომიკა და მე ეკითხებიან რომ სად მუშაობთ და უნდა არსად. ხელფასი გაიზარდა, ну, სიტუაცია ისეთია, მშვიდობიანი, ნორმალური და ყველაფერი. ესე. სად მუშაობთ? აი ეგ არის ძალიან დიდი პრობლემა. ანუ იმდენად ილუზიურ სამყაროში შეგიქმნეს რა, რომ გონია რომ ყველაფერი კარგად არის, არა და შენ თვითონ ხედავ რომ არსად არ მუშაობ, შემოსავალი არ გაქვს, სოციალურად დაუცველი ხარ. ანუ წარმოიდგინე სოციალურად დაუცველი არ ნიშნავს იმას რომ ესე უნდა იყოს. ანუ სოციალურად დაუცველი რო ხარ, ესე იგი შენ გიჭირს და პრობლემა გაქვს, გესმის? ანუ ეგ ნიშნავს იმას უნდა გადაილახოს და რაღაცა სახელმწიფო გიქმნის ამ დახმარებას მაშინ, როდესაც შენ არც სამსახური არ გაქვს და არც სხვა პირობები არ გაქვს. ამის გამო შენ ხოცებს ხმაკი არ უნდა მისცე, პირიქით უნდა იბრძოლო რომ ისეთი სახელმწიფო შექმნა რომ შენ არ მოგიწიო სოციალურად დაუცველად ყოფნა, გესმის? ანუ ეს შესაძლებელია და შენ შეგიქმნეს ეგეთი ილუზია რომ რახან სოციალურად დაუცველი ხარ და შემწეობას გაძლევს სახელმწიფო, ანუ შენ ხმა მისცე მას და შენ ოჯახის წევრებსაც უსწრებ რომ აი მე მოგვიხსნიან ამას. ვიცი რომ ძალიან რთული ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ ეს ხო უნდა გავიაზროთ, რომ ამაში ვიმყოფებით ყველანი, არ ჩვენ არ გილხინს და არც თქვენ არ გილხინთ და როცა ამბობ რომ აი ყველაფერი კარგადაა და ზენიტში არის ყველაფერი და ეკონომიკა დუღს და შენ თვითონ არა გაქვს ელემენტარული სიგარეტის ფული არ გაქვს, ხო? ეგ იმას ნიშნავს რომ შენზე პროპაგანდა მუშაობს მაგრად, გესმის? ანუ შენ სხვა სამყაროში იმყოფები და შენი რეალობა სხვაგან არის. ანუ
მე ერთადერთი რაც მინდა არის ის რომ შენი რეალობითი ცხოვრო რა შენ როცა ფული არ გაქვს შემოსავალი არ გაქვს ხელფასი არ გაქვს ხედავ რომ რავი სამედიცინო კვლევაზე ვერ მიდიხარ იმიტომ რომ ძალიან ძვირღის მკურნალობა ხედავ რომ რავი ელემენტარული სოფელში რაღაც რო წახვიდე ან ზაფხულში რო რაღაც ზღვაზე წახვიდე მაგის შესაძლებლობა არ გაქვს მაგის ფული არ გაქვს ხო ეგ არ ნიშნავს რომ კარგად ხარ გესმის ანუ ეგ არის ცუდად ყოფნა ანუ არსებობისთვის კი არ უნდა ვიბრძოდეთ 21 საუკუნეში უნდა ვცხოვრობდეთ ნორმალურად რა ისე უნდა ვცხოვრობდეთ როგორც ის ევროპელი ადამიანი ცხოვრობს და უზრუნველი აქვს ცხოვრება ხო აი ზუსტად ეგ არის ხო აი ევროპაზე როცა ლაპარაკობთ არის ზუსტად ეგ რომ იდეები გვაკავშირებს ერთმანეთს ხო ადამიანის უფლებები ფასობს გესმის ადამიანი ფასობს როგორც ასეთი და შესაბამისად ეს ეკონომიკაც ზუსტად მაგაზია მიბმული რომ შენ იცხოვრო კარგად გესმის აი ამიტომ გვინდა ჩვენ იდეურად კავშირში ვართ ევროპასთან რა ასევე ევროპა არის ზუსტად ის დაფიქრება რა მთელი განმანათლებლობა მოდის ევროპიდან ანუ კითხვის დასმა ხო ანუ შენ რაღაცაზე დაეჭოდე ეგ არის ევროპა რა დაფიქრდე რომ აი სწორია თუ არა და შენ რუსულმა ეხა აი ამ პროპაგანდამ რა შეგიქმნა იცი აი გითხრა რომ შენ არასდროს არ უნდა დაფიქრდე და შენ ვიღაცა ბიძინა ყოველთვის გიშველის და ხო ხო აი ეჭვი ეპარებად ბოზებს აი ქურდული სამყარო ხო რა რასაც გეუბნება რომ ეჭვი შეტანა რაღაცაში არ შეიძლება ზუსტად ეგეც რუსულია გესმის ანუ მაგას გეუბნება მთელი რუსული აი ეგრე შემოვიდა არ არის აუცილებელი მაინც ტანკით იყოს რა ტიპი შემოვიდა იდეურად და გეუბნება რომ არაფერზე არ დაფიქრდე ქუჩაში მაგას გეუბნებიან რომ არ დაეჭოდე სახელმწიფო მაგას გეუბნება არ დაეჭოდე და მთელი ეს რკალი ისე არის შექმნილი რომ ყველა გეუბნება რომ არ დაფიქრდე არ დაეჭოდე და შენც უკვე პროპაგანდას მიეცი იმის შესაძლებლობა რომ მოგატყუონ რა ანუ ეგ არის მთავარი პრობლემა და ევროპა პირიქით გეუბნება რომ შენ უნდა იყო ადამიანი რომელიც დაფიქრდება თუ რაღაც არ მოგწონს გააპროტესტებს გამოვა გესმის ანუ შენზე არის აქცენტი გაკეთებული და რა ვიცი ანუ ხო არ გვინდა რომ ცხოველები ვიყოთ ხო გამოვედით რაღაც ქვისხანიდან და შენ რატო ბრუნდები ისევ ქვისხანაში რუსეთი არის ქვისხანა ანუ რუსეთს არ აინტერესებს ადამიანი ანუ არა მისი მოქალაქე არ აინტერესებს და შენ საერთოდ ფეხებზე კიდი ხარ რუსეთს წარმოიდგინე ანუ ლაპარაკობ სიამაყეზე გელაპარაკებიან რომ აი ამაყები ვარ ჩვენ ქართველი ერი და რაღაცა და ბიჭო მე სიამაყე რო გინდა შენ ხო მთელი პროპაგანდა და მთელი საქოცეთი რო გეუბნება რომ აი სიამაყე და ასე შემდეგ და ეს ევროპა ჩვენს სიამაყეს გვაკარგვინებს და ქართულობას გვაკარგვინებს ვინ ჯერ ერთი ევროპა რატო გაკარგვინებს და როდის დაგაკარგვინა ევროპამ ქართულობა და ასე შემდეგ რუსეთი იყო რომელიც ყოველთვის მარიონეტად გიყენებდა და ჩვენ ვიქეცით რუსების მოსამსახურეებად ახლა რა ხო და ეგ არის ჩვენი სიამაყის დაკარგვა ანუ ხალხი რა ვიღაცები ჩვენი მტერი ხო არის რუსეთი და რუსეთი რომ მოდის და შენ ეხლა რაღაც ფეხქვეშ ეგებები და იქეცი მის მოსამსახურე და ეგ არის ჩვენი სიამაყის დაკარგვა გესმის ანუ მაგის ჩვენება მინდა შენთვის და ღირსებაზე ლაპარაკობთ კიდე ამასთან მთელი საქოცეთის რაღაც საარჩევნო კამპანია ღირსებაზე რო იყო რაღაც აგებული ხო რომელ ღირსებაზე საუბრობთ აი ირაკლი დგებუაძეს დააკვირდით აი ლოყაზე ხელი მომარტყა და სისხლისა 6 წლით უშვებენ ადამიანს ციხეში და ის რაღაც ირაკლი დგებუაძე დგება და ლოყაზე ხელი მომხდა და ისეთი ტკივილი ვიგრძენ რა ტკივილი იგრძენ რა ღირსებაზეა საუბარი ყველაფერი დაკარგული აქვს რა კოცებს რა ყველაფერი დაკარგული გაქვს და უნდა დაიბრუნოთ რა ელემენტარული და იმის დაბრუნება შეძლებთ რომ აი თვალს გაუსწორებთ საკუთარ თავს როდის გაახელთ ისი თვალებს როცა აი ირაკლი დგებუაძეს დიტო სამხარაძეს შალვასნაირ ტიპებს თავს არ გაადებილებინებთ აი მაშინ გეკნებათ შესაძლებლობა რომ როგორმე გამოხვიდეთ იმ გამოქვაბულიდან სადაც იმყოფებით რა ხო და ეს კატასტროფაა რა ირაკლი დგებუაძესნაირი ადამიანები დღეს რომ რაღაცას მართავენ საქართველოში ეგ არის ერის ტკივილი და ამასთან ღირსებაზე ლაპარაკობთ და თქვენმა მომხრეებმა გოგონა შეღებეს ანუ ჯერ ციცაკის სპრეი შეასხეს და მერე შეღებეს გოგონა წარმოიდგინეთ სახლთან დახვდნენ ანუ დავხვდნენ ხა ლიფტში სანამ გამოვიდოდით აი ეს ხდება რა ანუ რა ღირსებაზე ლაპარაკობთ რა ადამიანობაზე ლაპარაკობთ ხო ანუ დარწმუნებული ვარ ბევრს კითხვის ნიშანიც კი არ გაგიჩნდა და ელემენტარული ისიც კი არ გიფიქრიათ რომ აი ცუდი საქციელი ხო არ არის ეს რაც გააკეთეს ხო იქიდან გამომდინარე რომ თქვენ აი დახშული გაქვთ გონება ანუ საერთოდ ემოციურ დონეზეც აი დაკარგული გაქვთ და გონიათ რომ ისინი მტრები არიან არა და გოგოს შეასხეს ახალგაზრდა გოგოს შეასხეს ციცაკის სპრეი და მე საღებავი გადაასხეს თავზე და ესეც საქართველოში თქვენ თუ მოგწონთ ცხოვრება ჩვენ რა თქმა უნდა დაკარგული გვაქვს ერთმანეთს სასაუბრო ენა მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ რა ვიცი ანუ თქვენ შვილებზე ხო ფიქრობთ ანუ რაღაც პერსპექტივა რაღაც მომავალზე ხო ფიქრობთ ანუ გინდა ეგეთ საქართველოში იცხოვრო სადაც ახალგაზრდა გოგოს საღებავს ასხამენ და რაღაცა ციცაკის სპრეის ასხამენ საკუთარ სახლთან იმის გამო რომ შენგან განსხვავებული ხედვა აქვს რაღაცაზე ანუ რავი ეგეთ საქართველოში ცხოვრება იცი რა არის ანუ კონფორმიზმი არის კონფორმიზმზე მეტად ეგ არის დანაშაული რა საშინელებაა ის რეალობა რაშიც ახლა შენ იმყოფები და როგორმე თვალიც უნდა გაახილო